ამის შემდეგ გამოარჩია უფალმა სხვა 70 და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ. სამკალი ბევრია, მუშაკი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, მე გაგგზავნით თქვენ როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს თქვით, მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ მშვიდობის ზე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დადეგით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ. ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზო. განკურნეთ იქ მყოფის ნეულნი და უთხარით მათ, ღვთის სასუფეველი მოგვიახლოვდათქო. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით, თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენთვის. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი. გეუბნებით, სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ვაი შენ ქორაზინო და ვაი შენ ბეთსაიდა. ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხვდომარენი მოინანიებდნენ. მაგრამ ტვიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება სამჟავროზე, ვიდრე თქვენთვის. შენ კი კაპერნაუმო, განაცამდე ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს. თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს. სიხარულით დააბრუნდნენ 70-ნი და უთხრეს. უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებია. მან კი უთხრა მათ. დავინახე სატანა ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. მაგრამ ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაში ჩაიწერება. იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა. გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა, ხოლო არავინ იცის ვინ არის მამა გარდა ძისა და არავინ იცის ვინ არის ძე გარდა მამისა და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს. მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა. ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ და ვერ მოისმინა.